ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგით დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურიზიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით ამ უკანასკნელი შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოს და გია კვარაცხელია იყო. გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულების ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა. შესთავაზამად ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ. განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასათვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზირი ნომერ 77-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი რედმის მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს. ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ მართსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს. 2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს Hyundai Elantra მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ. 2021 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 16 საათსა წუთზე გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული Hyundai Elantra მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრთხდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდასხმელისაგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა. დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარი შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი. ასევე გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლის მეორე ნაწილის ე და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარუდგენს. 2021 წელს მოქმედი რედაქციით, რა სასჯელის სახე და ზომა 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას შენახვისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახე და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. გთავაზობთ სისხლის სამართლის საქმეზე ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ ვიდეო მასალებს. 2021 წლის 14 და 17 ივლისს ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულები გურამ კაკულია, დავით კაკულია და ბესარიონ ჟვანია, ასევე მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი კავილაძე, სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობენ. გიორგი კავილაძის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით. ცდილობების მიუხედავად გურამ და დავით კაკულიებს არ ეძლევათ საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა. რის გამოც 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში ძმებმა კაკულიებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 14 ივლისს 19 საათზე 27 წუთსა და 10 წამზე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შავი ფერის Volkswagen-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით CC914HH მიდის სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. დავით და გურამ კაკულიებს საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში ხვდება ბესარიონ ჟვანია. იქვე არის გიორგი კავილაძე. ძმები კაკულიები ვერ კვეთენ საზღვარს. 20 საათზე 19 წუთსა და 07 წამზე გამოდიან სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობიდან და ბრუნდებიან სომხეთის მიმართულებით. ივლისს 19 საათზე 36 წუთსა და 27 წამზე სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ხელახლა ჩნდება გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, შავი ფერის Volkswagen-ი. მანქანიდან გადმოდიან ბესარიონ ჟვანია, გურამ და დავით კაკულიები და შედიან საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში. საათზე 30 წუთსა და 16 წამზე გურამ და დავით კაკულიები გამოდიან შენობიდან და ბრუნდებიან სომხეთის მიმართულებით, რადგან ისევ ვერ მოახერხეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მას შემდეგ, რაც გურამ და დავით კაკულიები სექტემბრის დასაწყისში საზღვარს უკანონოდ კვეთენ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მკვლელობის დღის შეათვლით კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდნენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლს, ჭავჭავაძის გამზირზე. კადრებში დაფიქსირებულია ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლის საპარკინგე სივრცე, სადაც გადაადგილდებიან ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულები, როგორც უშუალოდ მკვლელობის დღეს, ასევე მკვლელობამდე არსებულ დროის პერიოდში, სადაც ისინი მითითებებს იღებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დროებით დაბინავებულ გურამ და დავით კაკულიებისგან.
15 სექტემბერს 11 საათსა და 21 წუთზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულებმა გიორგი კავილაძემ და ალე კოჭელიძემ მას შემდეგ რაც ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი დატოვეს, გაემართნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლისკენ და ჩასაფრება მოუწყვეს მას. ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლიდან გამოსვლის შემდეგ ალე კოჭელიძე და გიორგი კავილაძე მას აედევნენ. ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალე კოჭელიძე განზრახვის სისრულეში მოყვანის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას, რის შემდეგაც გურამ და დავით კაკულიები სასწრაფოდ ტოვებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ მათ დროებით საცხოვრებელ სახლს. ბესარიონ ჟვანია ეზოში ელოდება გურამ და დავით კაკულიების გამოსვლას, თუმცა ისინი განზრახ არიდებენ კომუნიკაციას თავს. ბესარიონ ჟვანია ადის მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და იშორებს კაკულიების ამავე სახლში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალე კოჭელიძე თავიდან იშორებენ მკვლელობის ჩადენაში მათ მამხილებელ მტკიცებულებას, მობილურ ტელეფონს, სადაც ინახება ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, ძმებ კაკულიებთან კომუნიკაციის შესახებ. ყურადსაღებია, რომ გადაგდებულ ტელეფონში აღმოჩნდა გურამ კაკულიას ფოტოები და აუდიო ჩანაწერი, რაც ადასტურებს ტელეფონის კაკულიების მიერ ფლობას, რომელიც მათ ალე კოჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების პროცესში კომუნიკაციის მიზნით გადასცეს.